Ავლენა სახტენს, ჩაერთე, მოიფიქრე, დაინტერესდი, მოგვაწოდე იდეები და თემები, გრიფით საჯარო, ჩვენ ვსაუბრობთ ყველაფერზე. მოგესალმებით რადიო მსმენელებო, უკვე 15 საათი და 10 წუთია, რაც იმას ნიშნავს, რომ რადიო ძველი ქალაქის ეთერში მუშაობას იწყებს ток-შოუ გრიფით საჯარო და მისი დღევანდელი გადაცემის წამყვანი ჟურნალისტი ნანა თვალაბეიშვილი. ეს კვირა საკმაოდ დაძაბული და ხმაურიანი აღმოჩნდა ჩვენი ქალაქისთვის, ამჯერად პოლიტიკა მეორე პლანზე გადაინაცვლა და საქმის გარჩევა თეატრალურ სამყაროს გადაწყვეტა. კერძოდ საუბარია ქუთაისის ბალანჩივაძების სახელობის ოპერის სახელმწიფო თეატრსა და მუსიკალურ დარბაზზე, კოლექტივის ერთი ნაწილი საპროტესტო გამოსვლაზე, რომელსაც ქუთაისში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. მე ახლა ჩემი გადაცემის სტუმრებთან ერთად შევეცდები გავარკვიო, თუ რა ხდება ოპერის სახელმწიფო თეატრში, რა არის კონკრეტული მიზეზი იმ საპროტესტო გამოსვლისა, რომელმაც დასი ორ ნაწილად გაყო და რამაც ძალიან ბევრი უპასუხო კითხვა დატოვა. დღეს ток-შოუ გრიფით საჯარო სტუმრები არიან ქუთაისის ბალანჩივაძის სახელობის ოპერის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და დირიჟორი რევაზ ჯავახიშვილი და ამავე თეატრის სოლისტი სოფიო ბერიშვილი. სტუდიაში ორივე მხარე ამოწვეული, შესაბამისად სათქმელი ბოლომდე უნდა ითქვას და მე რადიო მსმენელთან ერთად მინდა იმედი დავიტოვო, რომ კულტურულ დაწესებულებაში არსებული ნებისმიერი კონფლიქტი უნდა გონივრულად და სამართლიანად ამოიწუროს და ყველაზე მთავარი, უპრიანია იმ დაწესებულების საზღვარშიც მოექცეს და ის მიზანიც ჰქონდეს ბოლოს, რომელსაც შეხება აქვს საზოგადოების როგორც გემოვნებასთან, ისე მის კულტურულ ღირებულებებთან. მე მოგესალმებით ორთავეს, დიდი მადლობა რომ იღებთ გადაცემაში მონაწილეობას და ალბათ უფრო ლოგიკური იქნება პირველად დავიწყოთ თქვენგან, ქალბატონო სოფიო. მე მაინტერესებს კონკრეტული მიზეზები თქვენი და თქვენი თანაგუნდელების მხრიდან, რა დეტალების თანამოაზრეების. ნუ ასე ვთქვა, თანამოაზრეების ამ შემთხვევაში, რა გახდა მიზეზი ამ პროტესტისა, რა შეგიძლიათ თქვა? დიდი მადლობა მოწვევისთვის. მე გეტყვით, რომ ალბათ უფრო სასიხარულო იქნებოდა ის ფაქტი, თქვენთან სტუმრად ყოფილიყავით მე და სამხატვრო ხელმძღვანელი დასის წევრებთან ერთად უშუალო წარმატებული სპექტაკლის საფუძველზე ან იგივე პრემიერის, მაგრამ სამწუხაროდ დღეს ისე არ ხდება. რა თქმა უნდა, არსებობს განსხვავებული აზრი, ეს ბუნებრივი მდგომარეობა და ჯანსაღი მდგომარეობა ალბათ, მაგრამ ეს პრობლემები, რომელიც არის უკვე იმდენად მასშტაბურია და იმდენად ჩვენ ასე მივიჩნევთ, რომ აუცილებლად ეს უკვე თეატრის გარეთ უნდა გამოსულიყო, რომ ჩვენ უკვე დახმარებას და თანადგომას უფრო ამ მდგომარეობაში ვართ, რომ უფრო გარეთ მელოდებით. აი, დაიწყო ეს პრობლემები და რა პრობლემებზეა საუბარი, მოდით რომ ვთქვათ, ძალიან ისეთი კონკრეტიკა რო გავაკეთოთ. ნუ კონკრეტიკად და კონკრეტულად და პირდაპირ თუ ვიწყებთ, ჩვენ უშუალოდ ვაკრიტიკებთ თეატრში არსებულ სისტემას. ანუ ეს ყოველდღიურობაში აისახება და ჩვენ მიგვაჩნია, რომ დღესდღეობით თეატრს აქვს ის ძალები, შემოქმედებითად, იგივე დაკომპლექტებული კადრებით და ასე შემდეგ, რომ იყოს პროდუქტული და წარმატებული. იგივე დაფინანსების გათვლით, იმიტომ რომ ჩვენ განახლებულ შენობაში მე როგორც ვიცი და ალბათ ბატონი რევაზიც დამეთანხმება ამაში, დაფინანსებაც თითქმის გაორმაგებულია, ანუ რაც იყო სანამ გადმოვინაცვლებდით აი ამ განახლებულ შენობაში და აქედან გამომდინარე სასურველი იყო და სასურველი კი არა აუცილებელიც იყო, რომ შემოქმედებით აქტივობასაც ეს დატყობოდა. ანუ ეს თანხები ალბათ მოიაზრებოდა შემოქმედებისთვისაც. ანუ მე მხოლოდ ხელფასებს არ გულისხმობ ამ შემთხვევაში. შემოქმედებით აქტივობაში, ხედველობაში იქნება. რით ახართ ამ შემთხვევაში, მოდით ესე ვთქვათ, ცოტა შესაძლოა ეს ტერმინი არა სახადოს, მაგრამ ანუ რით ახართ უკმაყოფილო შემოქმედებითი კუთხით ეს მაინტერესებს. შემოქმედებითი კუთხით უკმაყოფილო ვართ აქტივობაში გულისხმობ იმას, რომ სასურველია თეატრში, როცა თუ აი კონკრეტიკით დავკონკრეტდებით და დავიწყოთ ასე საუბარს თეატრში ორი სპექტაკლით. თეატრალური ცხოვრება არ უნდა ისაზღვრებოდეს, ანუ მხოლოდ ორი, ბიუჯეტის სიმცირე სახელდება. მე მაქვს კითხვა და გვაქვს ძალიან ბევრ ადამიანს კითხვა. თუ ეს ხერხდებოდა ნაკლები დაფინანსების შემთხვევაში, მე მაქვს ამ კითხვის პასუხი, რა თქმა უნდა, და ამასაც მოგახსენებთ, მაგრამ თუ ეს შესაძლებელი იყო მაშინ, თქვათ, ვიდრე ჩვენ თითქმის გაგვიორმაგდებოდა, ანუ იყო მაშინ შედარებით, ანუ უშუალოდ დირიჟორი მუშაობდა, დირიჟორი იყო მობილიზებული ამაზე, ვინც იყო ხელმძღვანელი ამაზე იყო მობილიზებული.
ხო? რატო არ ხერხდება ეხლა? მე ფაქტებს გეუბნებით რეალური რაც არის, რომ თვეში გვაქვს 2 სპექტაკლი. გაბატონო ანა, უკაცრავად მაქსიმალურად დავასახელოთ ვინ იყო ეს დირიჟორი და ვინ კონკრეტულად ვისაუბროთ თუ შეიძლება. კი, მეც არა, მე უბრალოდ ვაზუსტებ. მე იმ პერიოდიდან ათლას იმიტომ ვაკეთებ, მე როცა მოვედი უშუალოდ თეატრში, მე შემიძლია ამაზე ვისაუბრო. ანუ ჩემს ადრე ვიცი მე ვინც იყვნენ ჩვენი თეატრის დირიჟორები და წარჩინებული ადამიანები, სამწუხაროდ მათ შორის ბევრი ცოცხალიც არ არის, მაგრამ მე ვსაუბრობ აი ამ გადასახეთიდან, რაც შემიძლია რომ მართლა მყარად ვისაუბრო ამაზე და 2 სპექტაკლია თვეში და ეს სპექტაკლებიც ამ სპექტაკლების შესრულებაც ხდება 2 მხოლოდ აი ერთობლივი მუშაობით, ანუ მე გულისხმობ გუნდი ორკესტრის სოლისტები და მე პირადად მე ვარ ამ წნეხის ქვეშ იმ კუთხით, რომ მე ახალი პარტია შევასრულე დირიჟორთან შემღერების გარეშე. მე კონკრეტულად მე მითო გესაუბრები ჩემ ფაქტებზე, რომ ეს უფრო რეალურია, მაგალითად მოგიყვანოთ აი ეს ფაქტები. ანუ ეს დაუშვებელია. პროფესიულ თეატრში დირიჟორთან მაინტერესებს ჩვენ გვაქვს საშუალება მოვისმინოთ მეორე მხარის პოზიცია ამ შემთხვევაში თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის და დირიჟორის ბატონ რევაზის პოზიცია მე მაინტერესებს რამდენად ეთანხმებით რაში არ ეთანხმებით და როგორ ფიქრობთ როდესაც საუბარია შემოქმედებით დაუტვირთ თეატრალურ ცხოვრებაზე, სათხედავთ თქვენ, თუ ეს მართლა ასეა, სათხედავთ თქვენ მინუს, უკავშირდება ეს თუ არა იმ რესურს, რომელიც დღეს გააჩნია და აყენებთ თუ არა კონკრეტულად დასწრების კვალიფიკაციას. კითხვის ნიშნის ქვეშ ამ შემთხვევაში. მე პირადად მოგესალმებით უპირველეს ყოვლისა და მინდა ვთქვა ის, რომ ვერ მივიღებ ვერანაირ ასე რომ ვთქვათ, იმ სიტყვას, რაც ითქვა ქალბატონის სოფიოს გამოსვლაში, იმიტომ რომ ფაქტებია ბატონო რევაზი. არა, მე ხარ გაწყვეტინებით, მე ერთ რამეს ვიტყვი. ქალბატონი სოფიო მუშაობს სულ რაღაც 4-5 წელიწადია ალბათ. შეიძლება უფრო ნაკლები. თეატრში ის იყო გუნდის მსახიობი თავიდან და იმის შემდეგ, რაც მე გავხდი სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი მაშინ ამ თეატრისა, მას მიეცა საშუალება, რომ ემღერა სოლო პარტიები. და მე ჩავთვალე საჭიროდ, რომ ახალგაზრდა ხალხის წახალისება, ახალგაზრდა ადამიანების და მომღერლების და პროფესიონალების წინსვლა იყოს ზუსტად ამ ახალგაზრდობის გვერდში დგომაში. თუმცა არც მე არა ვარ მოხუცი, როგორც ვხედავთ და მაგრამ თავარი რა არის? ეხლა რაც შეეხება პრობლემას, რაზეც საუბრობდა ქალბატონი სოფო. ეს არის ნამდვილად თითიდან გამოწოვილი იმ ხრივ, რომ ალბათ ეს გამოუცდელობის ბრალია, მაინც მე ასე ვთვლი, იმიტომ რომ თეატრში მუშაობა 4 და 5 წელი არაფერს არ ნიშნავს. დღეს თუ კი ვინმე მე ვეთანხმები სრულებით 100%-ით ვეთანხმები იმ ადამიანებს, ვინც ამბობს და მე ვარ მათ გვერდში, რომ სამარცხვინო ხელფასებია დღეს ჩვენს საოპერო თეატრში, მაგრამ ეს არ არის მისაბმელი შემოქმედებით კუთხეზე, რასაც ქვია შიდა მოსმენა იქნება, კონკურსი იქნება თუ რა იქნება. ეს არის ჩვეულებრივი ცოცხალი პროცესი. ბრძანების დებულებაშია, რომ ამას ითვალისწინებს. კი ბატონო, მაგრამ გუშინდელ გამოსვლებში თქვენ რადიკალურად განსხვავებულები იყავით შეფასებით. მე ჩემს დავასრულებ, თუ შეიძლება რა. მე თამას ვიტყვი, რომ ერთი რაღაცა არის, რომ ადამიანი აკეთებს ყველაფერს თავისი შინაგანი სამყაროდან, თავისი გადასახედიდან, ხო? მე ვარ მესამე წელიწადია ამ თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი. ჩემს ყოფნაში შემოქმედებითი კუთხით მე არ ვამბობ ეხლა არავის არც ვამეტებ თავს და არც არაფერს, ეს ამას ხალხი ხედავს ალბათ. ან ხედავს, ან ვერ ხედავს, ან აკრიტიკებს, ასაკვირველია და მივესალმები ყველანაირ კრიტიკას, ჩემი მისამართით, ნამდვილად მივესალმები. მაგრამ იმის თქმა, რომ
არაფერი არ კეთდება და არაფერი არ ხდება დღეს ქუთაისის საოპერო თეატრში. არაფერს არ ვამბობთ. აი თვეში 2 სპექტაკლზე იყო. თვეში აი ზუსტად მოგახსენებ, თვეში 2 სპექტაკლი. თვეში 2 სპექტაკლი ზუსტად განაპირობებს იმ მზაობას და იმ ასე რომ ვთქვათ თამასას, რასაც დღეს ქუთაისი შეიძლება პასუხობდეს. იმიტომ რომ ქუთაისი საოპერო ხელოვნება არის ძალიან სპეციფიური, ძალიან მდიდარი, ძალიან უმაღლესი ხარისხის მე მომბობ თავისი მნიშვნელობით. შეიძლება ჩვენ ვერ თავაზობდეთ დღეს იმ უმაღლეს ხარისხს, იმიტომ რომ ამისი ტექნიკური და ასე რომ ვთქვათ მატერიალური ბაზა არ გვაქვს, თუმცა ნიჭიერებით და ინტელექტუალური ხარისხით ნამდვილად ჩემ თავზე ვიღებ, რომ ჩვენ გვაქვს ამის შესაძლებლობა, მაგრამ 2 სპექტაკლი ეს არის ძალიან დიდი რამ. მე ამიტომ გავუსვი ხაზი, რომ ქალბატონი სოფო მუშაობს 5-4 წელია ამ თეატრში, მე მუშაობ უკვე მე-12 წელიწადია. მე დავიწყე 0-დან ამ თეატრში მუშაობა და მე მახსოვს ამ თეატრში რა ხდებოდა. მე არ მინდა გავუშვა ყოველდღე სპექტაკლი, სადაც ის 1 და 2 ადამიანი. მე მირჩევნია გავუშვა კარგი სპექტაკლი, თვეში 2-ჯერ და ის იყოს სავსე, აღშლაგილებული და იყოს ძალიან ისეთი წონიანი და კარგი. ამას განსაზღვრავს, მაპატიეთ ქალბატონ ნანა, ამას განსაზღვრავს, რა თქმა უნდა, სცენაზე მდგომი სოლისტები და ამას განსაზღვრავენ ის ადამიანები, ვინ აკეთებს ამ ყველაფერს, ვისი გულისთვის მოდის მსმენელი. ქუთაისში კი იყურებიან ისე, რომ აი ქუთაისში სადღა არის ინტელიგენცია, სადღა არის ჭყალებს შიგნით და ჭყალებს გარეშეც. სიმართლე რო ვთქვათ რა. ეხლა ეს ინტელიგენცია გახდა რაღაც ძალიან ისეთ პოპულარული სიტყვა, მაგრამ სწორ ადგილას და სწორ სპექტაკლს გულისხმობ იმას, რომ როდესაც იქ არის ნამდვილი ხელოვნება, როდესაც იქ არის როდესაც არის სწორი მიმართულება ამ სპექტაკლის მსაობისა, როდესაც მოამზადებ ამ სპექტაკლს, მაშინ მსმენელი არის და იქ ადეკვატური. ტაში არის ადეკვატური, შეიძლება ბუც იყოს, ეს ჩვეულებრივ საოპერო ხელოვნებაში მიღებული ფორმა, უკმაყოფილების და ვთხოვ ჩვენ მსმენელებს თუ კი ვინმე არის რომ ხშირი ბუ იყოს ჩვენ თეატრში, რათა პირდაპირ სცენიდან გააძევონ ზოგიერთი მომღერალი. დიდი სიამოვნებით. აი, როდესაც ამაზე ვსაუბრობთ ბატონარებას, მე უბრალოდ მაინტერესებს, არის თუ არა პროფესიონალიზმის დეფიციტი ამ დროისათვის? არა, პროფესიონალიზმის დეფიციტი. ანუ რომ იყოს მატერიალური ხელშეწყობა, გექნებოდათ თუ არა იმის და მოგცემდათ თუ არა ადამიანური სამსახიობო რესურსი მაქვს ამ შემთხვევაში მხედველობაში, მოგცემდათ თუ არა საშუალებას, რომ თვეში 4 სპექტაკლი გავუშვათ ამ შემთხვევაში და მაყურებელიც მოაბრუნოთ და ის ყოველ კვირაში მოვიდეს და შეივსოს დარბაზი. ანუ მე მაინტერესებს მხოლოდ ფინანსებზეა ეს დამოკიდებული. მე რამეს ვიტყვი. უბრალოდ წლების მანძილზე ოპერის თეატრი იყო მიტოვებული იყო, როგორ იცით, აი არც ჩემი ხარ და არც ხვისი ხარ, აი ესეთ მდგომარეობაში იყო. ანუ არც მიტოვებულად ითვლებოდა, მაგრამ მაპატიოს ყველამ და მე პირდაპირ მიყვარს საუბარი. იყო მხოლოდ ელექტორატის დონეზე ჩვენი თეატრი. რადგან ის არის ძალიან მოცულობითი. მაგრამ შედარებით პროდუქტიული იყო მაინც. ძალიან ეგ თქვენს სიტყვაში შეგიძლიათ თქვათ, შედარებით პროდუქტიულსა. ვისაც შეუძლია გადაამოწმებს ალბათ ან იცის შეძე მე მეორე შეკითხვა მაქვს. კი ბატონო, სოფო, თქვენ შეგიძლიათ ძანოთ ის პროდუქტიულობას, რაც შეეხება, თქვენ შეგიძლიათ ისაუბროთ ამაზე, ჩვენ შეგვიძლია გავარჩიოთ. მაგრამ მთავარი რა არის? პრიორიტეტები აქვს მთავარი და ყველაზე მთავარი ის არის, რომ ჩვენ თეატრში არასოდეს არ ყოფილა ისეთი სწორი მიმართულება, რასაც ქვია, აი ჩვენ უნდა მივხედოთ ამ თეატრს. როგორ არის ეს სწორი მიმართულება? იქნებ თან დაგვიკონკრეტოთ, რას გულისხმობთ ამაში? ერთი წუთით მე უნდა დავსვა შეკითხვა. კითხვის დასმისუფლება თქვენ შეგიძლიათ ერთმანეთში იდებატოთ, ფორმატი გვაძლევს ამის საშუალებას, მაგრამ მე უბრალოდ ერთი კითხვა უნდა დავსვა, რომელზეც ძალიან მაინტერესებს პასუხი. ვიდრე თქვენ გახდებოდით თეატრის სოლისტი და როდესაც თქვენ ამ შემთხვევაში მოდით ვიტყვი ამას, მართლა მოგეცათ შანსი, რომ თქვენი თავის რეალიზება მოგეხთინათ და თქვენი
შესაძლებლობის. მე მაინტერესებს მაშინ რას ფიქრობდით თქვენ? თქვენი სამხატვრო ხელმძღვანელის დამოკიდებულებებზე, პოზიციაზე, შემოქმედებით დატვირთვაზე, უბრალოდ მაინტერესებს. და მაინტერესებს ბატონმა რევაზმაც მიპასუხოს ამაზე, მაშინ როგორი დამოკიდებულება გქონდათ, მოგწონდათ თუ არა მისი მუშაობის სტილი და იმ გუნდის, რომელსაც ამ შემთხვევაში რევაზ ჯავახიშვილი წარმოადგენს. იცით რა, ახალი დანიშნული იყო ბატონი რევაზი ამ თანამდებობაზე, ანუ განსაზღვრა მისი შემოქმედებითი მოღვაწეობის, მაშინ ცოტა რთული იყო. თუმცა მისი დამოკიდებულება როგორც ის იყო თეატრში დირიჟორი, რა თქმა უნდა ეს ჩემი ბეთვალყურეობას ვერ დავარქმე, უბრალოდ უშუალოდ ვხედავდი მას, მისი მუშაობის პრინციპს, მეთოდს და ყველაფერს, ხო? მე გულშემატკივრი, ჩვენ თანაკურსელები ვართ, მე საწინააღმდეგო პირიქით ნებისმიერ მით უმეტეს ნიჭიერ ადამიანს და პერსპექტიულს, რომელიც ზრუნავს უკეთესობისთვის, მე მთელი გულით გულშემატკივრობ, მაგრამ მე თვითონ მეეჭვებოდა, მაშინ მე ვიყავი, მე ვაფიქსირებდი ამას სულ ეხლა თქვენთან არ ხდება პირველად, რომ მე არ მივესალმებოდი ამ აზრს, რომ ბატონი რევაზი ყოფილიყო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი. იმიტომ რომ იგივე იმიტომ კი არა რომ მე მის ნიჭიერებაში შემაქვს აზრი, ნიჭიერების განსაზღვრა ეს არც ჩემი საქმეა და არც არავის. უბრალოდ მისი აი თუ გდებათ პროფესიული მომზადების თვალსაზრისით, იგივე გამოცდილებით, ეს არის საკმაოდ საპასუხისმგებლო რთული საქმე. მე ასე ვსაზღვრავ ამას ოპერის თეატრის ხელმძღვანელობა, ეს ძალიან დიდ ცოდნას, ძალისხმევას, შრომის მოყვარეობას და ძალიან ბევრ უნარებთან არის დაკავშირებული. ამიტომ მე მაინტერესებს გამოცდილება გაძლევთ ამის უფლებასო თქვენ ეს განსაზღვროთ. მე პროფესიონალურ მიდგომებში. არა, უბრალოდ ეჭვი შეაქვთ ამ შემთხვევაში. ადამიანს, ქალბატონს, რომელსაც ესე ვთქვათ, თქვენი მხრიდან შანსი მიეცა და ამას ცოტა წინა ისტორია ჰქონდა და შემდეგი კითხვა მქონდა ეს და ეხა მომიწევს გაჟღერება და მე მოგიწევთ პასუხის გაცემა. ქალბატონი სოფიო, მის თანამოაზრეებთან ერთად მოიაზრება თქვენი წინამორბედის თანაგუნდელად ესე ვთქვათ, იმიტომ რომ ეთერის დაწყებამდე ქალბატონმა სოფიომ გამიპროტესტა, კლანი არ ჭირდებაო, ბადუს სამადაშვილსო, მაგრამ მოიაზრება. იყო თუ არა ესე ერთგვარად წინამორბედიდან გამომდინარე თქვენ დამოკიდებულება, რჩება ეს დამოკიდებულება და როგორ ფიქრობთ, მე მაინტერესებს თქვენ მიეცით შანსი, რომ იგივე წინამორბედთან ახლობლობის გამო არ დაჩაგრულიყო. ყოველ შემთხვევაში მაშინ კულტურის წრეებში ესე გამოვიდა ინფორმაცია. მე ერთ რამეს ვიტყვი რა, განსხვავებით პოლიტიკური ბატალიებისა, საერთოდ ხელოვან ხალხში კიდე სხვა მოძრაობები არსებობს. ანუ არ განიხილება ეს კლანური რაღაცა, თუმცა ეს არსებობს, მაგრამ აი ესე ამ ჭრილში ამას ვერ განვიხილავთ. ეს არის ყველაზე საინტერესო და ინტრიგები. ხო, რა თქმა უნდა, იმიტომ თეატრი თავისთავად მიწაზე არ დგას, ის დგას ინტრიგებზე და მე ხაზი გავუსვი, რომ მე მუშაობ უკვე ძალიან დიდი ხანია ამ თეატრში. ნოლიდან დავიწყე ეს ყველაფერი და დღეს მე რაც გამაჩნია, ეს მე მეკუთვნის და ამას სოფო ბერიშვილი თუ არ ეთანხმება, ეს მე ნაკლებად მაღელვებს. პირდაპირ ვიტყვი, რამე პირდაპირი კაცი ვარ, ქიზიყელი ვარ საერთოდ ის წარმოშობით, მაგრამ რაც შეეხება არა, გული არ მომდის. მე ნაკლებად მაღელვებს. რატო იცით? იმიტომ რომ მე ჩემი ცხოვრების კრედოთი და ჩემი მრწამსით და ჩემი ცხოვრებით ამ თეატრში მე უფრო მეტი მიკეთებია ვიდრე ჩემს ოპონენტს. ამ წუთას წუხვა რომ ის ჩემი ოპონენტია დღეს, ის ამბობს თვითონ რომ ჩვენ თანაკურსელები ვართ და რატომღაც ის მან ჩათვალა რომ ის დინების საწინააღმდეგოდ უნდა ცურავდეს. ალბათ მეტი ძალები გააჩნია და მაშინ არ უნდა გეხსენებია სოფო, ეგ არაფერ შუაში არ იყო თანაკურსელობა. ჩემი თანაკურსელი ის იყო, რა ქვია, ნელსონ მანდელა, სიტყვაზე ვთქვა, არა აქვს ამას მნიშვნელობა. თანაკურსელობა ეს უკვე მიკერძოებას და ეს უკვე ქართულ ხასიათს ნიშნავს, რასაც თქვენ ეწინააღმდეგებთ. რა თქმა უნდა, თქვენ უკვე ამას თქვენ უკვე ამას ეწინააღმდეგებით თავიდანვე ამ ინტერვიუში, ასე რომ თანაკურსელობა არაფერ შუაში არ არის. ჩემი პრობლემაში ეგ არ შედის. პრობლემა ჩვენი თეატრის პრობლემა არის
ის ზუსტად ურთიერთობების პრობლემა. არა, ურთიერთობების პრობლემა არ არის. ქალბატონო, მე ვიტყვი რა. ეხლა ითქვა. აქ ითქვა, მე არ მინდა ეხლა კავშირი არაფერი, ამიტომ ჩვენ ქალბატონო ნანა. როგორ კონსპირაციულად ხდება ყველაფერი, ერთპიროვნულად იღებს ამ შემთხვევაში სამხატვრო ხელმძღვანელი გადაწყვეტილებას. ასეთი სისტემა დღეს რო ძალიან იშვიათად ხდება სამხატვრო ხელმძღვანელთან შეხვედრა. მთავარი დირიჟორიც არის ბატონი რევაზი და უშუალოდ შემოქმედებითად მასთან უშუალოდ შეხება ან რჩევები ან ასე შემდეგ, ну არ ვიცი, ესეთი დამოკიდებულება გვაქვს დღეს. შეიძლება ხო? რასაკვირველია. თქვენი პასუხი გვინტერესებს. მე მინდა ახლა ერთი რაღაც თქვა, მე არ მინდა ისე გამოვიდეს აქ რადგან გაიჟღერა ესე ჩემი წინამორბედის წინამორბედი. ჩემი წინამორბედი იყო თენგიზ ჭუმბურიძე, ჩემი წინამორბედი იყო ოდისეი დიმიტრიადი და მე მათ ნაკვალევზე დავდივარ. ბაჰადურ სამადაშვილი იყო ჩემი წინამორბედი ასევე, რომელსაც ეს თანამდებობა ეჭირა, მაგრამ ეს არაფერ შუაში არ არის საერთოდ. ხო, მაგრამ როგორც კი მოხდა ეს მოვლენები. საიდან გაჩნდა ეს არ ვიცი. ხა ბატონებს მე ქალბატონ სოფიოსაც ალბათ აინტერესებს. როგორც კი მოხდა ეს მოვლენები, გაკეთდა განცხადებები იმუშავეს მედია საშუალებებმა. ქუთაისი ძალიან პატარა ქალაქია, უცებ ვრცელდება ხოლმე ინფორმაციები და ცნობილი გახდა, რომ რატომღაც პროცესებს, რომელიც დაიწყო და კიდევ უფრო შევა განვითარების ფაზაში, ხელმძღვანელობს ბაჰადურ სამადაშვილი, მისი წარმომადგენლები ადგილზე, მათ აქვთ მიზნად დასახული, რომ მოხდეს ოპერის თეატრიდან თქვენი ამ შემთხვევაში ლევოს ჯავახიშვილის გაშვება და მისი დაბრუნება. მე მართლა რეალურად მაინტერესებს. საიდან გაჩერდა, მეც მაინტერესებს ძალიან. რატო ასოცირდებით თქვენ განსაკუთრებით თქვენზე ამ შემთხვევაში? აქ რომ თქვენ ახართ მისი წარმომადგენელი, მისი ესეთი თქვათ ესე ემისარი და მე მართლა მაინტერესებს ჩვენს გადაცემაში ახლა მე დავსვი შეკითხვა ჩვენს გადაცემაში არის რეკლამის დრო რეკლამა გაივლის ძალიან მალე და ეთერში დაბრუნებისთანავე თქვენ მოგეცემოთ საშუალება გასცეთ ამ შეკითხვას პასუხი. გრიფით საჯარო, ჩვენ არ ვამჯობინებთ დუმილს, ვსაუბრობთ ყველაფერზე, რაც ჩვენ ცხოვრებაზე გავლენას ახდენს. ჩაერთე, მოიფიქრე, დაინტერესდი, მოგვაწოდე იდეები და თემები. გრიფით საჯარო, ჩვენ ვსაუბრობთ ყველაფერზე. გრძელდება ჩვენი ток-შოუ გრიფით საჯარო, რომლის სტუმრები არიან ქუთაისის ოპერის სახელმწიფო თეატრისა და მუსიკალური დარბაზის სამხატვრო ხელმძღვანელი და დირიჟორი ბატონი ლევოს ჯავახიშვილი და ასევე ამავე თეატრის სოლისტი სოფიო ბერიშვილი დაისვა საკმაოდ მწვავე კითხვა, ვიდრე გავიდოდით სარეკლამო პაუზაზე. მე მაინტერესებს მართლა რამდენად დგას ამ პროცესების უკან და იმ პროცესების უკან კიდე რომელიც არის დაანონსებული რომ უნდა განვითარდეს ქუთაისში და კონკრეტულად ოპერის თეატრში. თქვენი მეგობარი, რომელსაც მოიაზრებენ ქალბატონო სოფიო თქვენს მეგობრად და თანამოაზრეთ ბაჰადურ სამადაშვილი. და საიდან გაჩნდა ეს ყველაფერი? მე არ ვიცი საიდან გაჩნდა გუშინ ეგ ინფორმაცია, რატო გაჟღერდა ასე ბაჰადურ სამადაშვილი. არ ვიცი. იცით რა, მე თანამოაზრე ვარ და თუნდაც მეგობრად ჩამომართვით, მე თანამოაზრე ვარ მისი ხედვის, ის გახლავთ დირიჟორი, მუსიკოსი გახლავთ, საკმაოდ საინტერესო და ეს თანამოაზრეობა ამას ნიშნავს ალბათ, ხო? მე ვეთანხმები მის ხედვას. მე მოვედი უშუალოდ მისი ხელმძღვანელობის პერიოდში თეატრში. და საკმაოდ მისაღები იყო ჩემთვის. რა პოზიციაზე უკაცრავად დააკონკრეტეთ რა? რა პოზიციაზე მოხვედით მისი მმართველობის დროს თეატრში? ეს ძალიან საინტერესო ფაქტია, სხვათა შორის დღევანდელ პოლემიკაში. პოლემიკაში თეატრალურ პრობლემებთან ეს ჩემი უშუალო მდგომარეობა, კონკრეტული მდგომარეობა თეატრში. ანუ ამ შემთხვევაში საუბარია დააკონკრეტეთ, თქვენ რა პოზიციაზე მოხვედით? დირიჟორობის დროს თქვენ გახდით სოლისტი და ალბათ ახლა აინტერესებს რა კი ბატონო, მე როდესაც მომისმინა ბაჰადურ სამადაშვილმა, მან ეგრევე განაცხადა, რომ ეს არის სოლისტის ჩვენი თეატრის. მაგრამ დაგტოვათ გუნდში. დაგტოვა გუნდში, იმიტომ რომ არ არსებობდა შტატი. ალბათ არ იყო აქ მმართველის თანადგომა ამ კუთხით, რომ ეს შტატი ყოფილიყო ჩემთვის. ალბათ მე ნაკლებად ეს ამბიცია ნაკლებად მაინტერესებს. მე უშუალოდ თეატრში მოსვლიდან და მანამდეც მე როცა დავამთავრე კონსერვატორია, მე მუშაობდი ჩემ თავთან და მე მქონდა ეს ჩემი მოთხოვნა, რომ მე ყოფილიყავი მოწესრიგებული მომღერალი. და თუნდაც გუნდის მსახიობი ვიყავი, ეს არ ამგონია სირცხვილი იყოს პირიქით. ამან ძალიან დიდი გამოცდილება შემძინა.
და მე მუშაობდი პარტიებზეც. ანუ მე არ გავჩერებულ ვარ მე მხოლოდ გუნდის მსახიობის მოვალეობით, არ შემოუფარგლულ ვარ მაშინ. უშუალოდ მუშაობდი პარტიებზე, ჩვენ მქონდა გეგმები, უნდა დათმული იყო თეატრში რიგოლეტო და მე ვამზადებდი ჯილდას პარტიას ბაადურ სამადაშვილის ხელმძღვანელობით. არ ვიცი ეს მე მგონი არანაირი დანაშაული არ არის. და შემდეგ გახდა შესაძლებელი, რომ ბატონ რევაზის მოსვლის შემთხვევაში რატომღაც მართველი დადგა ამის გუნებაზე, რომ ეს შტატი შემოეთავაზებინათ ჩემთვის. თუმცა მე დაინახეთ მატჩ გუნებაზე და კონკრეტეთ ვინ დაინახეთ თქვენ ბატონ რევაზ ქალბატონ სოფიოში ეს დადეკით ამის განწყობაზე თუ ეს იყო გარკვეულწილად თქვენი წინამორბედის წინაშე რომ არ დაჩაგრულიყო მის თანამოაზრე გარკვეულწილად შანსი. აი განსხვავებით ყველანაირი ესე იგი მიკერძოებისა და ყველანაირი ესე იგი ამ ფიქრებისა მე ზუსტად ნაკლებად მაწუხებს. არც წინამორბედი მაინტერესებს და არც მომავალი მაინტერესებს ამ წუთას ვინ ვის მერე იქნება. ჩემთვის მთავარი არის საქმე და განვითარება ამ პატარა სახელმწიფოსი, რასაც თეატრი ქვია, იმიტომ რომ ჩემთვის თეატრი და როგორც ვთილობთ რა ძალებით ამას ბატონო რევაზ. ჩვენ ეს გვაინტერესებს, ამისთვის ვართ აქ. გეცილებიან პროფესიაში გაბატონო ნანა, ამიტომ ეგ ადვილი არ არის. მე ამიტომ ვიცი რომ ეს ადვილი არ არის თქვენთან ასე რომ ვთქვათ აიქრობა, მაგრამ მე მინდა რომ დავასრულო რა. მე ერთი რამე მინდა ვთქვა, რომ ეს ყველაფერი რაც ქალბატონმა სოფომ ძალიან კარგია, ძალიან სასიამოვნოა, მაგრამ ფაქტი ჯიუტია და მას როგორც მე არ მაინტერესებს იქ ვინ იყო, წინა ეს არაფერ შუაში არ არის საერთოდ. ანუ დღეს როგორ ფიქრობთ, დგას თუ არა ბაადურ სამადაშვილი ამ მოვლენების უკან? ჩემთვის ბაადურ სამადაშვილი ამ წუთას შარშან დღეს ხვალ ჩემთვის ის არის ჩვეულებრივი ადამიანი, რომელიც თავის საქმეს აკეთებს. ის ჩემთვის არასოდეს არ ყოფილა რაღაცა ავტორიტეტი, ბოდიშ ვიხდი, მაგრამ არ შექმნა მან ისეთი სიტუაცია, რომ ის ყოფილიყო ავტორიტეტი. სამწუხაროა თქვენ ასე ფიქრობთ. ნამდვილად თქვენთვის საბედნიეროდ, ჩემთვის სამწუხაროდ. მაგრამ ყოველ შემთხვევაში კი, იმიტომ რომ მე მომიწია ძალიან ბევრი რაღაცის გამოსწორება ამ თეატრში, მას შემდეგ. რა გამოვასწორეთ ბატონო რევას იქ? მე გამოვასწორე ერთი რაღაც, მე გამოვასწორე ის, რომ მუშურ გლეხური დამოკიდებულება დამთავრებულიყო მომღერლებსა და დირიჟორებსა თუ კონცერტმეისტერებს შორის. ხო, აი ეს მინდა რომ წინსვლას რაში ხედავთ? მე ბაადურ სამადაშვილს საერთოდ რა შუაშია აქ ბაადური? რა შუაშია? ამიტომ ვამბობ მე რომ მე არ მაინტერესებს ბაადურ სამადაშვილი მოღვაწეობას აკრიტიკებ და ის თქვენთვის არ არის. მე არაფერს არ ვაკრიტიკებ. ამ შემთხვევაში მე არაფერს არ ვაკრიტიკებ, ჩემო სოფო. მე რა შესთავაზეთ საზოგადოებაზე? ეს ძალიან სასაცილოა, რომ ჩვენ განვიხილავთ ადამიანის შემოქმედებას, რომელიც დღეს არსად არ მუშაობს რა. კარგით რა. უმუშევარი ადამიანის, ის თუ საჭირო ადამიანია, ის უნდა მუშაობდეს დღეს. მითხარით მისი პოზიცია სადმე. ამიტომ უმუშევარი ადამიანის ნამდვილად არ განხილვა სისტემის ნამდვილად არ ეძღვნება ამ პიროვნებას, უბრალოდ მოვლენების არაფერ არ შეიძლება სამხმაში ვერაფრით ვერ ვისაუბრეთ, მომიწევს რომ ეთერი გავწყვიტო. უბრალოდ მე დავსვი შეკითხვა, იდგა თუ არა ამ მოვლენების უკან, ერთადერთი რაც მაინტერესებს, ორი მთავარი კითხვა და ორი მთავარი გასაგებია, ორი მთავარი კითხვა დამჭა დასასმელი, ვიდრე გადაცემა. ვერაფრით ვერ ვიმუშავებ და მომიწევს გადაცემის გაწყვეტა თქო, ძალიან გთხოვთ. ეს ეხება კონკრეტულად ქალბატონო სოფიო, მე მაინტერესებს თქვენს ერევანში გასტროლებზე წასვლას, ანუ რამდენად ინფორმირებული ხართ ამის შესახებ? არა, ნამდვილად ვარ ინფორმირებული, იმიტომ რომ დამერწმუნეთ ამ შემთხვევაში არ არის აუცილებელი მუშაობდე, არ მუშაობდე სფეროში, როდესაც ჟურნალისტი ვარ, აბსოლუტურად მაინტერესებს ყველა ინფორმაცია. მე მაინტერესებს იყო თუ არა ამ შემთხვევაში სამხატვრო ხელმძღვანელი საქმის კურსში, როდესაც ერთკვირიანი ტურნით მიდიოდა თქვენი სოლისტი. თავისი ნებით. ჩემი პრობლემებით ვარ დღეს დაინტერესებული, ვიდრე თეატრის უშუალოდ მე მეგონა უფრო დიდ საკითხებზე ვიმსჯელებდი წეს. მე უბრალოდ ჩვენი უშუალოდ დამოკიდებულება დიდ არაფერს ინფორმაცია, რომ ყველაფერი მიდის ოპერის თეატრში პიროვნულ ურთიერთობამდე. მე მინდა რომ ამ ეთერმა დაუსვას წერტილი და ამიტომ ყველა კითხვას ვსვამ.
თორე ნამდვილად შემდეგ უკვე შევეხები უფრო მთავარ თემას, ეს არის მოსმენების თემა, რომელიც მე ვფიქრობ, რომ ყველაზე მთავარი არის და განსაკუთრებით აინტერესებს თქვენს კოლეგებს. ამიტომ მე მაინტერესებს მართლა რეალურად რო ავხსნათ ეს ყველაფერი, უკავშირდება თუ არა პიროვნ ნულს და ზოგადად ურთიერთობები ჭირს თუ არა ქუთაისის ოპერის თეატრში, იქნებ მითხრათ, იყო თუ არა ვინმე საქმის კურსში, იყო თუ არა ეს თქვენი მხრიდან ერთგვარი თვითნებობა და ზოგადად მოიაზრებით თუ არა როგორც მე ამბოხე ამ შემთხვევაში ოპერის თეატრისთვის. Ну, არ ვიცი, განსხვავებული აზრი, საპირისპირო აზრი საერთოდ მიამბოხეთ თუ მოიაზრება, არ ვიცი. მე ნამდვილად ვთვლი, რომ მე არა ვარ მიამბოხე, მე უბრალოდ ჩემი ინტერესები არის მიმართული იქეთკენ, რომ თეატრის სისტემა გაუმჯობესდეს და მოხდეს ეს პროფესიონალი ადამიანების ძალისხმევით. და მე თუ განვავრცობ ამ თემას, უფრო მეტის თმაც შემიძლია, მაგრამ უშუალოდ ერევანთან დაკავშირებით მოგახსენებთ. თეატრში მოვიდა მოწვევა. ანუ რომ მე და ჩემი აი ვინც მივიღეთ მონაწილეობა ჩვენი თეატრის წევრებიც არიან რომ ჩვენ გამგზავრებულყავით ერევანში კონკურს ფესტივალზე. უშუალოდ მოვიდა მართლს ეს მოწვევა. კონკურსი იყო თუ ფესტივალი? უკაცრავად. ფესტივალი. კონკურს ორივე ერთად საინტერესოა. საინტერესოა, დიახ. ძალიან ძალიან კომპეტენტი ჟიური. ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლები თქვენ გექნებათ საშუალება რომ პასუხი გასცეთ. სომეხი წარმომადგენლებიც იყვნენ და იყვნენ სხვადასხვა ქვეყნიდან იქ ჟიურის წარმომადგენლები და ჩვენი ქვეყნიდანაც ძალიან საინტერესო ადამიანები და რომელთაც დიახ არ დავკონკრეტდები ახლა ეს ჟიურის წევრები ალბათ ამ შემთხვევაში არ არის აუცილებელი. არ დააკონკრეტეთ საინტერესოა. კომპეტენტური ჟიური ვინ იყო? დააკონკრეტეთ ძალიან. თამაძე, იგივე მარი ჯახუტაშვილი უკაცრავად სახელი თავმჯდომარე გახლავთ. მარინა ჯახუტაშვილი. დიახ, კიდევ ეხლა სომხეთის მხრიდან იყო თუ არა ბადო სამადაშვილი. თქვენ იყავით კონკურსზე და არ იცით ჟიურიში ვინ იჯდა. ეს საინტერესოა ძალიან. ძალიან კარგად ვიცით უკაცრავად ერევანში ჩვენ გავეგზავნეთ ვადროვოთ. საფუძველზე, მოწვევის საფუძველზე და ეს თეატრმა იცოდა. ბატონი რევაზი სამხატვრო ხელმძღვანელია ჩვენი თეატრის. ჩვენ მე წაღანაც მოგახსენეთ, ჩვენ არა გვაქვს სამწუხაროდ ისეთი უშუალო შეხება ერთმანეთთან, რომ ერთმანეთს აზრი გაუზიაროთ. არ არის ეს დამოკიდებულება დღეს. მე დღეს რადიო ძველმა ქალაქმა ეს კარგი შანსი მოგცა. ძალიან კომუნიკაცია და მომხარე. და მას უნდა ცოდნო და იცოდა დაზის გამგემ რომ ჩვენ მივგზავრებოდით 3 კვირით ადრე და მან თუ ეს არ იცოდა ეს ჩემი პრობლემა არ არის ეს ამის მნიშვნელობა მართლაც უნდა მიეცა თავისის რომ ეს ცოდნო და სამხატვრო ხელმძღვანელს და მთავარ დირიჟორს ჩვენ ამით არაფერი დაგუშავებია ჩვენ გავიმგზავრეთ იქ 3 დღით ჩამოვედით წარმატებით რაღაც ესეთი და სამწუხაროდ ამის ჩვენ მივიღეთ საყვედური, მე პირადად საყვედური გაფრთხილება რომ გავიმგზავრე უშუალოდ ამ კონკურს ფესტივალზე. გაფრთხილება რომ თუ მეორედ განმეორდება ესეთი ფაქტი, მე შემიწყება ხელშეკრულება თეატრთან და მე დამეკვითა ხელფასი, როცა მე განცხადებას დავწერე წასვლის წინ. მარტო მე დამეკვითა ხელფასი. მოვისმინოთ ბატონ რევაზისგან პასუხი, მე მაინტერესებს. პასუხი იყო წარმატებული თქვენ რა პოზიციებად თეატრიდან. ძალიან საინტერესო. თუ არა მე ამბოხე მსახიობები. რადგანაც მკითხეთ, თორემ მე ამაზე აი მოყვა ამას პიროვნული. საერთოდ მე ამბოხეობა შემოქმედ ადამიანებს მოსდევს ხოლმე, ვისაც შემოქმედებაში აქვთ პრობლემა და არა კომუნიკაციაში. ამიტომ მე კომუნიკაბელურ, არაკომუნიკაბელურ ადამიანებს ვერ დავარქმევ. ჩემს პრობლემებიც მაინტერესებს. მე ხوار შეგაწყვეტინეთ, არა? მე ამას მე არა, მე ერთ სამეს ვაკონკრეტებ. ჩემთვის მე ამბოხი ადამიანი არის შემოქმედი ადამიანი, რომლის ხედვა შემოქმედებითი არ ეთანხმება იმ შემოქმედებით კურსს, რომელიც მიმდინარეობს იმ წუთას, რომელიც არის გატარებული თეატრში. და ამ წუთას ჩვენ არა გვაქვს შემოქმედებითი დავა აქ. ჩვენ არა გვაქვს იმაზე საუბარი, რომ შენი ინტერპრეტაცია ოპერის უფრო სწორი არ არის და უფრო ჩემი არის და შენ ამაში აქ არის კომუნიკაციის პრობლემა. და ეს ნამდვილად ჩემ პრობლემას და არ წარმოადგენს. მე მაქვს ბერკეტი ხელში, მე ვარ სამხატვრო ხელმძღვანელი. მე ამას ეხა სრული პასუხისმგებლობით ვამბობ. მე ვარ დანიშნული, ეს არასოდეს არ მithქვამს და ეხა იძულებული გამხადეთ რომ მეთქვათ. მე ვარ კულტურის მინისტრის მიერ დანიშნული სამხატვრო ხელმძღვანელი, ამიტომ მე ავირჩევ, ვისთან მქონდეს კომუნიკაცია და ვისთან არ მქონდეს. ამიტომ ეს იყო გამოსაცდელი ვადა, ამიტომ ჩემო ქალბატონო სოფო, შეიძლება ასე ითქვას, რომ მე თქვენთან ამ წუთას პირდაპირ ეთერში და ექსკლუზიური უფლება და ძალიან კარგი სკანდალი, ასე რომ ვთქვათ, სკანდალი ბჭყალებში. მე თქვენთან არ მსურს ურთიერთობა.
თლათ რენატას კოტოსავით რო იყოთ გამართული როგორც არც მოდური კოჰაბიტაცია არანაირი მე მაქვს ამის უფლება მე ამიტომ ვამბობ სრული პასუხისმგებლობით მე არ ვთანამშრომლობ თქვენთან იმიტომ რომ თქვენ კომუნიკაბელური არ ახართ ამიტომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თქვენ რა კონკურსზეც არ უნდა წახვიდეთ მით უმეტესო თქვენ არც ერთი სახელი და გვარი არ გახსოვთ ჟიურის წევრებისა და კონკურს ფესტივალი ეს საერთოდ ძალიან საბჭოთა მცნებაც კი არ არის ეს არის რაღაცა რა ვიცი თქვენ უშუალოდ თქვენი ნიკოლოზ მეორის დროინდელი ასე რომ მე ერთი რამეს ვიტყვი ჩემო სოფო რა თქვენ მიხედეთ ძალიან გთხოვთ ეხლა მე უკვე მოთმინების ფიალა აივსო მე არ აღგებლებულ ვარ ქალბატონო ნანა მე ერთი რამე მინდა ვთქვა შედარებით ფიზიოლოგიურ მდგომარეობაში უნდა იყოთ და ნაკლებად დაიმორჩილებთ თქვენს ემოციებს როცა არის ესეთი ეთერი ფხიზელი რაც გულისხმობ თამაში ჩემი აღქმა არის რომ ეხლა თქვენ ნასვამი ხართ არაფხიზელ მდგომარეობაში აჰა მე მაქვს ზუსტად პასუხისგებლობა დამოკიდებულება ერთგვარი თქვენი დიახ მე ვარ ასე რომ ვთქვათ როგორ არის სამედიცინოზე მე ვარ კაიბში ეხლა ამ წუთას სამწუხაროა ძალიან მე უნდა დავსვა შემდეგი შეკითხვა იმიტომ რომ ჩვენი გადაცემა დასასრულს უახლოვდება ეს ეხება სკანდალურებულ უკვე მოსმენებს რომელიც უკვე მესამე სეზონია აფერუმია რომ სოფო ბერიშვილი საუბრობს ქუთაისის თეატრის პრობლემებზე პროსტა აფერუმია კითხვა დამასმევინეთ ბატონორებას არა პროსტა აფერუმია რას გაძლევთ ეს მოსმენები რამდენად არის მიზანშეწონილი რას იძლევა რატო და ხომ არ აპროტესტებთ სწორედ ამ მოსმენებს ასე ვთქვათ სეზონურ მოსმენებს და ამას უკავშირდება თუ არა ის აპროტესტო გამოსვლა რომელიც გქონდათ რომ უბრალოდ არ გინდათ რომ გაიაროთ ეს მოსმენები იცით რა ეს მოსმენები არის მესამე წელია ჩვენს თეატრში მსგავს იმიტომ რომ ერთწლიანი ხელშეკრულებები გვაქვს და დებულებაში არის ასე რომ ჩვენ უნდა გავიაროთ ეს მოსმენები შიგა მოსმენები ასე განგვიმარტავენ ძალიან კარგია მოსმენა ჩვენ მივესალმებით არანაირი ეს პირიქით მაგრამ დებულებაში არის რომ ეს საშემსრულებლო დონის ამაღლებას ემსახურება ეს მოსმენები და შრომის ანაზღაურების ცვლილებაზე აქ საუბარი წელს არ არის არც არ შანიყო და საშემსრულებლო და საშემსრულებლო დონის ამაღლება უშუალოდ ერთ მოსმენაზე ვერ ხდება მოგეხსენებათ ეხლა მე გავედი მოსმენაზე იქ ვიმღერე დაუკარი და უცებ დონი ამიმაღლდა ეს გამორიცხულია ხო ეს უნდა იყოს უნდა არსებობდეს გეგმა თეატრში რომელიც არ არსებობს და ალბათ თუ მეწინააღმდეგება ბატონი დირიჟორი რა ვიცი თქვას თეატრში არ არსებობს გეგმა ჩვენ თეატრში არის ორი სპექტაკლი რომ არ ვიტყუები ვისაც აინტერესებს და ხელეწიფება ამის გადამოწმება ჩვენ აუდიტსაც ვითხოვთ ანუ ის ფინანსების განსაზღვრა აუდიტი გეგმას არ ამოწმებს გენაცვალე გეგმაზე არა უბრალოდ მე აუდიტი ამოწმებს ფინანსებს კარგი რა ვიცი რომ ეგრე ფინანსებს აუბრალოდ მე მინდა რომ მოვასწრო ესეც რომ ამასთანაც უნდა იყოს რა თქმა უნდა ესე ხდება ესე აუდიტი და ასე შემდეგ მოსმენებთან დაკავშირებით და უნდა არსებობდეს გეგმა თეატრში და ერთი კვირით ადრე არ უნდა იყოს ცნობილი მიმდინარე სპექტაკლის შესახებ. ანუ ჩვენ უშუალოდ გებულობთ აი ასე რომ ეხლა არის ეს სპექტაკლი და მით უმეტეს როცა არის თვეში ორი სპექტაკლი ხო შეიძლება ორი კვირით ადრე დავიჭიროთ ამაზე თადარიგი მაინც. თუ ეს ხარისხია მუშაობა რომ ეს ორი იყოს მაგრამ ხარისხიანი იყოს ასეთი დამოკიდებულებით ხარისხიანი სპექტაკლები. რაც შეეხება ჟიურის და იბარებს ამ გეგმასთან დიახ და მინდოდა კიდე მე თქვა ესე გეგმა უშუალოდ ყოველდღიური სწორი მუშაობით სწორი და განსაზღვრული უშინაარსო დღეებით არა განსაზღვრული დღეებით იგივე ჩვენ ვითხოვთ დიახ რა თქმა უნდა აი სა დირიჟორთან უნდა კონდეს მომღერალს აუცილებლად ეს 100-ია ეს სტანდარტია ასე რომ თუნდაც ყოველდღიური სად ნახეთ სტანდარტი მითხარით რისი საფუძველზე რომელი თეატრი რომელი ოპერის თეატრის საფუძველზე თქვენ შეგიძლიათ თქვათ რომ სტანდარტია დირიჟორი უძის მომღერალს კი ბატონო ძალიან მინდა გავაჟღერო ჩვენი დირიჟორის ჩვენს თეატრში არის აგრეთვე მეორე დირიჟორი ბატონი პარპუნა ღვაბერიძე რომელიც მთელი გულით არა მარტო მე მივესალმებით მთელი და ასე მის პროფესიონალიზმს და მე უშუალოდ მისი თანადგომით შევედი სპექტაკლში ქეთოს პარტია მასთან მოამზადე და როდესაც ბატონი პაპუნა სამწუხაროდ მას აქვს რამდენი გაკვეთილი ქონდა თუ კაცრავად ხო შეიძლება ყველაფერს ვიტყვი დიახ არა კონკრეტულად უბრალოდ
მცირე ვადიანი მსვლელობა აქვს მას ჩვენს თეატრში სამწუხაროდ. ჩვენ გვინდა რომ ესეთი ადამიანი იყოს სისტემატურად და ხშირად. ეს იყოს შესაძლებელი მისთვის, თვითონ ამ პიროვნებისთვის, რომ ის მეტ დროს ატარებდეს ჩვენთან. და ის როცა ჩამობრძანდება ხოლმე ქუთაისში ჩვენთან, ის ყოველ წამს მაქსიმალურად იყენებს იმისთვის, რომ მომღერლებთან იმუშაოს. თუ ეს აუცილებელი არ არის, მაშინ არ გააკეთებს ამას. ეს ყველგანაც ეხდება, როცა არის სერიოზული და სწორი დამოკიდებულება საქმესთან. დირიჟორს უნდა ჰქონდეს შეხება მომღერლებთან. მეცადინეობა უშუალოდ პარტიებზე, ну რა ვიცი, რაც ქვია, როგორც უნდა იმუშაოს. იბარებს თქვენს მოსმენებს. ჩვენს მოსმენებს, ჩვენ სოლისტებს სხვა გვაქვს მოსმენა. ანუ ჩვენთვის არ არის ბოლომდე ცნობილი ჟიურის წევრები ვინ არიან, მაგრამ გუშინ გუნდის ჟიურში იყვნენ, რა თქმა უნდა, ჩემთვის იყო კომპეტენტური ადამიანი. ბატონი რევაზიც იყო კომპეტენტური, ჩემი შეფასებით, იმიტომ რომ ის გუნდის დირიჟორია პროფესიით და მე როგორც ვიცი, იყვნენ ადმინისტრაციის წევრებიც, როგორც მსმენელები გუნდის მოსმენებს. დიახ, აი ეს შემიძლია გითხრათ. ბატონო რევაზ გისმენთ. დიახ. რას აძლევს დას მოსმენები და რეალურად საპროტესტო გამოსვლა ერთ-ერთი ვერსიით უკავშირდება თუ არა ამ შიშს, რომ ისინი ვერ გაივლიან წარმატებით მოსმენას. ხო, ეხლა ძალიან ყურადღებით უსმენდი ეხლა გაბატონ სოფიოს. უპირველეს ყოვლისა გამოვიხმაურები იმას, რომ ჩემ სიფხიზლე სიმთვრალესთან დაკავშირებით მე ვაგებ პასუხს, ეს იწერება ყველაფერი. და ყოველი სიტყვა მე ვიქნები მთვრალი თუ მე ვიქნები ბოდიში და კაიფში, მე ამაზე პასუხს ვაგებ. ეს ხო იწერება რა? ამიტომ ამაზე საუბარი თავმოყარეობაზე ნუ მე საუბრები ძალიან გთხოვთ. თავმოყარეობაზე საუბარი აქ არაფერ შუაში არ არის. თავმოყარე ადამიანი საერთოდ არ დამიჯდებოდა აქ. ისე სიმართლე რო ვთქვათ. არა, მე თეატრის ინტერესებისთვის იძულებული ვარ თქვენთან ზუსტად აი კარგია რომ თქვენ ამას ამბობთ. ზუსტად თქვენ ახართ ის ადამიანი რომ ყველაზე ბოლოს ზუსტად თქვენგან არ მივიღებ მე თეატრის ინტერესების დაცვას, იმიტომ რომ თქვენ ხართ ბოლო. რატო თუ არა უკანასკნელი რატო მოიხსენიებს ჩემს მოღვაწეობას ასე არა, იმიტომ რომ თქვენი მოღვაწეობა არ არის. 3 წლიანი 4 წლიანი მუშაობა მოღვაწეობა სხვა რაღაცაა. მოღვაწე არის რამაზ კუბლაშვილი დღეს ჩვენ თეატრში. დიახ, გეთანხმებით. ხოლო ერთადერთი ადამიანი ვინც იღწვის. კაცი რომელიც მუშაობს მუხლჩახრილი და თქვენ არა გაქვთ თქვენ ვერ გექნებათ ვერასოდეს. იმიტომ რომ არ მაგას ვერ შეგპირდებით რომ ვერასოდეს ვერ მექნება. ხო, იქნებ თავსათქმას დაუბრუნდეთ. მაგრამ თავსათქმას რაც შეეხება მოსმენებს ახლა. არსებობს ესეთი გამოთქმა, თუ შეგიძლიათ ტუ დაადოთ. Плохому танцору яйца мешают. არის ესეთი გამოთქმა. თქვენ გადაცემას შვენის ესეთი სტუმრები მე ვადევნებ თვალყურს, შეგიძლიათ დაადოთ ის წვილი. ამიტომ მე ვიტყვი ერთ რამეს, რუსული ვინც იცის და მე მგონი რუსული ჩემ თაობას და ჩვენ თაობას არ დავიწყებია, აი ზუსტად ამასთან გვაქვს საქმე. რომ ადამიანები, რომლებსაც არ გააჩნიათ იმის мотиваცია, რომ ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე იყვნენ, აგულიანებენ ახალგაზრდა ადამიანებს, რომლებსაც ღუპავენ ამ დროს და დაღუპული არიან ისინი ჩემთვის პირადად და მე სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ კიდევ ერთხელ, რომ ხალბატონო სოფო კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ თქვენთან თანამშრომლობა არ მწყურია, ასე რომ შეგიძლიათ ხვალ არ გამოხვიდეთ თეატრალურ საკითხებზე და პრობლემებზე უფრო მეტი საუბრობთ, ვიდრე მოტივაციებს. თეატრალურ საკითხებს ჩვენ გადავწყვეტთ. მე გადავწყვეტ პაპუნასთან ერთად, ლეო სიბერსკისთან ერთად და იმ ადამიანებთან ერთად, ვინც ჩემ გვერდში დგას. ხო და აი მე სადაც მიდის წინ. მე დავიღალე ადგილზე მუხრუჭებით. ანუ არსებობს ესეთი ქუთაისში ვართ ახლა და ალბათ გასაგებენაზე რომ ვისაუბრო. გაცვეთილი საბურავებით ადგილზე ტრიალს კიდე არ მოვიშველიებ, თორე ბევრ რუსულს დამაბრალებენ. ერთ ადგილზე ყოფნას მე არ შევეგუები. თქვენ მოგეცათ შანსი თუ არა ეჭვი რომ ეს რადიო ეთერი გახდება საფუძველი რომ ადვილი შესაძლებელია სოფიო ბერიშვილს რევაზ ჟავახიშვილმა არ გაუფორმოს კონტრაქტი. არა, არ გაუფორმოს არა. მე მაქვს სრული უფლება ამისა, მე ვთავაზობ მას. ესე ვთქვარი სასჯელია. არა, არ არის სასჯელი. დაუმსახურებელი. მე ვღებულობ უკეთეს მომღერლებს. მაქვს ამისი ნებაც და ამის სურვილიც.
არა, ამ შემთხვევაში მე ნამდვილად არ მინდა რომ რადიო ძველი ქალაქი და ჩვენი ток-შოუ გრიფით საჯარო იყოს ამ ყველაფრის მიზეზი, ნამდვილად არ მინდა, იმიტომ რომ თან გრიფით არის და თან საჯარო. ამიტომ იცით მე თუ შეიძლება გეტყვით ამასთან დაკავშირებით აუცილებლად ეს არის ძალიან უთანმოყვარო განცხადება მინდა გითხრათ ეს არის საპირისპირო აზრი ეს აღქმის საშუალება არ აქვს ეთყობა რომ რაღაც გამოხატო შენი აზრი ეს რასაც მე ბრალსდებ სისტემას და მდგომარეობას ეს განპირობებული იქიდან რომ არა საბუთებს გენაცვალე თორე დამდებრალე თეატრის სათავეში ჩემი ხედვით და ძალიან ბევრი ადამიანების ხედვით იგივე ჩემი თანამოაზრეების და ასე შემდეგ თეატრის სისტემა არ შეუძლია შეიმუშაოს ამ ადამიანებმა, ვინც არიან დღეს თეატრის სათავეში, იმიტომ რომ პროფესიული მომზადება ამათ სათანადო არცეც არ აქვს იგივე მართლს გულისხმობ, მართლი მოგესმენთ არის პროფესიით ბიოლოგი, მას არ შეუძლია. მე საუბრეთ რა. დიახ. ჩემზე ისაუბრეთ. მე მაქვს სპეციალური მომზადება თუ არა მაქვს? თქვენ პროფესიით გუნდის მსახიობი ხართ, ხო? არა, გუნდის მსახიობი არა ვარ. გუნდის დირიჟორი მაპატიეთ. გუნდის დირიჟორიც ვარ და ორკესტრის დირიჟორიც ვარ. ეს როდის სად? როდის მე მაქვს ჩვენი გადაცემა დასასრულს უახლოვდება, თქვენ გაქვთ ერთი წუთი იმისთვის, რომ ბოლო რეპლიკები გავაკეთოთ დღევანდელი გადაცემისთვის. ერთი წუთი ორივე მხარეს. დიახ. ან რას აპირებთ, ან რისი იმედი გაქვთ, ან რას ელოდებით. ერთი წუთი მინდა რომ უნდა დასრულდეს გადაცემა. მე რას ველოდები, უკვე გასაგებია, რასაც ველოდები, მაგრამ მე ჩემს ინტერესებს, ჩემს მდგომარეობას აუცილებლად დავიცავ, უშუალოდ მე რაც მეეხება, მაგრამ მე ჩემი ეს აზრები და ეს ჩემი მოქმედება, რადგან ემსახურება პირველ რიგში თეატრის ინტერესებს და მე მინდა რომ თეატრალური ცხოვრება იყოს ჯანსაღი ქუთაისში, საოპერო თეატრის ცხოვრება. ჩემი სურვილია, თხოვნაც არის, ვისაც შეუძლია ეს ყურად იყოს, რომ თეატრს არანაირი ბიუჯეტის მატება არ უშველის თუ თეატრის სათავეში არ მოვიდა ისეთი ადამიანები რომელსაც შეუძლიათ თეატრის სისტემას იცნობენ და შექმნან ის თეატრი რომლებიც შეძლებენ გადაარჩინონ და გამოიყვანონ თეატრი კრიზისიდან ანუ დღეს რაც არის მე ეს წინადადება შემიძლია ვთქვა ჩვენი სურვილია რომ თეატრში ეს დაფინანსების ეს ბიუჯეტი გადამოსმის იგივე აუდიტის სახით ვიცი რას ემსახურება ეს და რამდენად ხმარდება ის შემოქმედებას ეს ფინანსები, როცა გაორმაგდა თითქმის ბიუჯეტი, რამდენად ხმარდება ეს შემოქმედება, რამდენად სწორად არის გადათვლილი, რამდენად წინ დგას სოლისტის მდგომარეობა თეატრში, იგივე მისი ხელფასებით მაქსიმალური ხელფასი 320 ლარია სოლისტების, ეს რაოდენობა მხოლოდ 3 სოლისტს აქვს თეატრში და მინიმალური 200 ლარიდან იწყება და რამდენად არის სწორად გადაიხედოს ეს კონკრეტულად ადმინისტრაციის კადრები, რამდენად არის გადატვირთული, რამდენია იქ ხელფასები, ანუ შემოქმედება სხვა არ აღემატება და ესეთი დამოკიდებულებით რამდენია მენეჯერი თეატრში რა საჭიროა და ასე შემდეგ. გასაგებია ბატონორევას თქვენი ბოლო რეპლიკა, ვიდრე გადაცემა დასრულდება. ესე იგი დავიბენი რა. ესე იგი მუშაობ თეატრში და ჩვენი მდგომარეობა ეთყობ ალბათ. ძალიან გთხოვთ, ნუ გავაწყვეტინებთ, იმიტომ რომ გადაცემა სრულდება. მე რამეს ვიტყვი. ჩემს პირისპირ ზის ადამიანი, რომელიც არის არაკომპეტენტური. არა, არ ვამცირებ, სოფო, მე რამეს სიმართლეს ვამბობ რა. ეგ არ არის. როდესაც საუბრობ რაღაცაზე, თეატრის მდგომარეობაზე, თეატრის ცოტა ხანით კივილი მაინც უნდა იგრძნო. და არ გიმუშავე ამდენი ხანი ამ თეატრში და არ გიგძნია. ამიტომ სხვა რაღაც საკმარისი მიზეზი რომ მე რაღაც მოვთქვა და ჩემი აზრი არ გამოვხატო. ეს არ არის დღეს, ეს იყო გუშინ, ეს იყო გუშინ წინ. რა ეს მდგომარეობა დღეს არის? ეს იყო ძალიან დიდი ხანი ამ თეატრში. სად იყავით აქამდე? ეხლა ამოიღეთ ხმა? რატო მე სულ გამოდიოდი ხოლმე ყოველ თქვენს ლებაზე და არა, პოლემიკაში კი არ შევდივარ, საერთოდ მე სულ გამოვხატავდი. კი ბატონო, თქვენ გამოხატავდით თქვენ ას იმაში. თქვენ ას იმაში გამოხატავდით, რომ თქვენ არ აღიარებთ რეზო ჯავახიშვილს, იმიტომ რომ ის არ არის კომპეტენტური, რომელმაც მოგცათ სოლისტის შტატი, რომელმაც მოგცათ პარტიები სამღერლად და რომელიც გპირდებათ ახლა საჯაროდ ვაცხადებ, გრიფით საჯარო,
რომელსაც დაემშვიდობეთ სანამ მე ვიქნები ვფიქრობ, იმსახურებდი სოფო აი ბერიშვილთან შტატს. ურთიერთობა არ მწყურია მადლიერების გრძნობით არ ვარ, ამიტომ განწყობილი. თუ არ ახართ განწყობილი, თქვენი საქმეა. თქვენ არ გაგიკეთებიათ არაფერი, მეორე რიგის იქით არის მის თქვენი ხმა. ძალიან რთულია თქვენი ხელმძღვანელობის საშუალებით რაღაც დიდი მადლობა, დიდი მადლობა მინდა გითხრათ. მესამე რიგში ვინცის თქვენი ხმა არის მის. დიდი მადლობა მინდა გითხრათ, რომ იღებდით მონაწილეობას გადაცემაში. სრულდება რადიო ძველი ქალაქის ток-შოუ გრიფით საჯარო, რომლის დღევანდელი სტუმრები იყვნენ რევაზ ჯავახიშვილი და სოფიო ბერიშვილი. რადიო ეთერი თავისი სკანდალური განვითარებებით, ალბათ იმაზე ხმაურიანი აღმოჩნდა, ვიდრე იყო ეს კულტურული ამბუხის წამოწყების დეტალები ქუთაისში. მე ნამდვილად არ ველოდი ასეთ განვითარებას რადიო ეთერის. ისევ იმ იმედით მსურს ავასრულო გადაცემა, რომ კონფლიქტი უმოკლეს დროში ამოიწურება და მედიის წარმომადგენლებს მხოლოდ ოპერის თეატრის პრემიერების და შემოქმედებითი წარმატებების გაშუქების პატივი გვექნება. ეს იყო ток-შოუ გრიფით საჯარო. მე მომავალ ხუთშაბათამდე გემშვიდობებით, კარგად ბრძანდებოდეთ. გრიფით საჯარო, ჩვენ არ ვამჯობინებთ დუმილს, ვსაუბრობთ ყველაფერზე, რაც ჩვენ ცხოვრებაზე გავლენას ახდენს. ჩაერთე, მოიფიქრე, დაინტერესდი, მოგვაწოდე იდეები და თემები. გრიფით საჯარო, ჩვენ ვსაუბრობთ ყველაფერზე.